ეხლა გავაკეთოთ 333 ამოცანა. 10 და 12 კილოგრამი მასის ორი ერთგვაროვანი ბურთულა, რომელთა რადიუსებია 4 და 6 სანტიმეტრი შესაბამისად, შეერთებულია ერთგვაროვანი 2 კილოგრამი მასის და 10 სანტიმეტრის სიგრძის ერთგვაროვანი ღეროს საშუალებით. ბურთულათა ცენტრები მდებარეობს ღეროს ღერძის გაგრძელებაზე. იპოვეთ ამ სისტემის სიმძიმის ცენტრი. მოდით ჩავწეროთ მოცემულობა. ეს იგი M პირველი არის 10 კილოგრამი, M მეორე არის 12 კილოგრამი და ღეროს მასამოვით აღნიშნოთ M არის 2 კილოგრამი. ამ ბურთულების რადიუსებია R პირველი არის 4 სანტიმეტრი, R მეორე არის 6 სანტიმეტრი, ღეროს სიგრძე L არის 10 სანტიმეტრი. და სად მდებარეობს ამ სისტემის სიმძიმის ცენტრი? X არის კითხვის ნიშანი. დავხატოთ ეს სურათი. თქვათ გვაქვს ერთი ბურთულა. მერე ღეროები არის, ესე იგი, ეს ღერო არის უпростоრად. მერე არის მეორე ბურთულა. ეს არის M პირველი მასის და R პირველი რადიუსის ბურთულა. ეს არის M მეორე მასის, R მეორე რადიუსის ბურთულა. ეს არის ღერო, რომლის სიგრძე არის L. ცენტრები ნახეთ, როგორ არის, ბოლოში არის ეს დამაგრებული. ესე იგი, R პირველი არის, თქვა და აქედან აქამდე, ეს მანძილი არის R პირველი, R მეორე არის, ამ მეორე ბურთულის რადიუსი, ცენტრიდან აქამდე. ხოლო L არის, ესე იგი, ამ ღეროს სიგრძე. დავხატოთ ძალები, რა ძალები მოქმედებს, ესე იგი, ამ ბურთულაზე. პირველ რიგში მოქმედებს M1G ამ ბურთულის სიმძიმის ძალა, მეორე ბურთულაზე მოქმედებს თავის სიმძიმის ძალა M2G, რომელიც ცენტრებში არის, ესე იგი, ეს სიმძიმის ძალები მოდებული და ამ ღეროს შუაში მოქმედებს ღეროს სიმძიმის ძალა MG. ხო, გვეკითხებიან, სად არის მათი სიმძიმის ცენტრი? ცხადია, რომ ეხლა ესენი ერთნაირები რო ყოფილიყო ბურთულები, ხო, სიმძიმის ცენტრი აქ ცენტრში იქნებოდა, რადგან ეს უფრო მძიმე არის, ცოტა უფრო აქეთკენ იქნება განლაგებული სიმძიმის ცენტრი. მოდით ამ წერტილს დავარქვათ O წერტილი, სადაც სიმძიმის ცენტრი არის. მსჯელობ ესეთნაირად, სიმძიმის ცენტრში რო გავაკეთო საყრდენი, მაშინ ეს სისტემა იქნება წონასწორობაში. რატო? იმიტომ რომ აქედან საყრდენიდან აღიძვრობა რეაქციის ზალა N, რომელიც გააწონასწორებს ამ სამ ძალებს, ამ სამივე ძალას და ეს სისტემა გაჩერებული იქნება. ესე იგი, ის ჯერ ეს ერთი გაჩერებულია და თან არც ბრუნავს. მოდით ამ შუიდან ამ წერტილამდე, O წერტილამდე მანძილი აღნიშნოთ X-ით. ეს იყოს X. წარმოვიდგინოთ, რომ აქ გვაქვს ბრუნვის ღერძი, მაშინ MG ძალა აბრუნებს ამ სისტემას საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, M პირველი G საათის ისრის საწინააღმდეგო დააბრუნებს, ხოლო M2G საათის ისრის მიმართულებით დააბრუნებს. ამიტომ მომენტების წესს დავწერთ ესეთნაირად. მომენტი M პირველი G ძალისა, დამატებული მომენტი MG ძალისა უდრის მომენტს MG ძალისა. ხოლო ამ რეაქციის ძალა ცხადია არა აქვს მომენტი, იმიტომ რომ მისი მხარი 0-ის ტოლია. ეხლა უნდა ჩავწეროთ თითოეული ამ სხეულის, თითოეული ამ ძალის მომენტები. დავიწყოთ, ესე იგი M
m პირველი ჟ-ი. ეს არის m პირველი ჟ გამრავლებული თავის მხარზე. ახლა თავის მხარი რისი ტოლი არის? არის x plus l ნახევარი plus r1. x plus l ნახევარი plus r1. ახლა mჟ ძალის მომენტი ჩავწეროთ. mჟ ძალის მომენტი იქნება აი პირდაპირ ეს x-ი. ეს არის mჟ გამრავლებული ეს მხარი mჟ გამრავლებული x-ზე. და აქ m2ჟ უნდა იყოს ეს იგი და მაბრუნებელი მომენტი m2ჟ რისი ტოლი არის? ეს არის ძალა m2ჟ გამრავლებული აი აქედან ამ მანძილზე. ბრუნვის ღერძიდან ამ მანძილზე. ბრუნვის ღერძი ეს არის ეს მონაკვეთი არის l ნახევარი minus x-ი plus r2. შევიტანოთ აი ამ მომენტების წესში. გვექნება m1ჟ x plus l ნახევარი plus r1 plus mჟ x-ზე უდრის m2ჟ l ნახევარს minus x-ი plus r2. ნუ ჟ-ებზე ყველა ტოლობის ორივე მხარე შემიძლია ჟ-ზე გავკვეცო. გავხსნათ ახლა აქ ფრჩხილები m1 x-ი plus m1 l ნახევარი plus m1 r1 plus m x-ი უდრის m2 l ნახევარი minus m2 x-ი plus m2 r2. ახლა x-იანი წევრი გვაქვს 1, 2 და 3. მოდით ეგენი გადმოვიტანოთ ერთ მხარეზე და x-ი გავიტანოთ m1 plus m2 plus m-ი უდრის. ახლა აქეთ დაგვრჩება m2 მოდი ესე დავწეროთ l ნახევარი plus r2 minus m1 l ნახევარი plus r1 всё. და აქედან x-ი გამოგვივა ესეთი რაღაცა m2 l ნახევარი plus r2 minus m1 l ნახევარი plus r1 გაყოფილი m1 plus m2 plus m. ნუ აი აქ შეგვიძლია შევიტანოთ ესე იგი ეს ყველა მნიშვნელობები და ამით გამოვთვლით x მდებარეობას სიმძიმის ცენტრისა. კარგით, ახლა 334 ამოცანა. ამოცანა. ცილინდრული ღეროს ერთი ნახევარი რკინისაა, მეორე ნახევარი კი ალუმინის. განსაზღვრეთ სიმძიმის ცენტრის მდებარეობა თუ ღეროს სიგრძეა 30 სანტიმეტრი. ესე იგი, ელი არის 30 სანტიმეტრი. ხო, ერთი არის რკინის, ესე იგი, რო რკინის შეგვიძლია ცხრილში ვნახო და რო ალუმინის ეს სიმკვრივეები არის. სიმკვრივეები შეგვიძლია ვნახოთ ცხრილში. და უნდა განსაზღვროთ სიმძიმის ცენტრის მდებარეობა. დავხატოთ ეს სურათი, ესე იგი ღერო არის, ეს ნახევარი რკინა, ნახევარი ალუმინი არის. ეს რკინა არის ფერუმი, ეს ალუმინი არის ალუმინი. ეხლა რკინის ცილინდრის სიმძიმის ცენტრი თავის შუაში არის მოთავსებული.
M1G ალუმინისა თავისშუაში არის M2G. ნუ ეს შუა ნაწილი არის. რადგან რკინის სიმკვრივე მეტია ვიდრე ალუმინის სიმკვრივე, სადღაც რკინისკენ იქნება უფრო სიმძიმის ცენტრი. აი ამ სიმძიმის ცენტრში რო გავაკეთო საყრდენი, ხო? მოდით აი ამას აღნიშნავ მე X-ით. შუიდან დაშორება აი ამ სიმძიმის ცენტრისა. აქ რო გავაკეთო საყრდენი, აქ აღიძვრება რეაქციის ზალა, რომელიც ამ სისტემას გააჩერებს. ნუ ბარემ მაგასაც გეტყვით, რომ ეს რეაქციის ზალა იქნება M1G plus M2G. ნუ პრინციპში ეს არაფერი არ დაგჭირდება, მაგრამ იყოს. და გარდა ამისა, ეს სისტემა წონასწორობაშია, როცა საყრდენი აქვს. ესე იგი, ეგ ნიშნავს, რომ M1G აბრუნებს სისტემას საათის სისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, M2G საათის სისრის მიმართულებით. ეს მომენტები უნდა იყოს ტოლი, იმისათვის, რომ სისტემა წონასწორობაში იყოს. ამიტომ დავწერ M1G ესე იგი, მისი მხარი იქნება L ნახევარს მინუს X. L ნახევარს მინუს X უდრის M2G L ნახევარს პლუს X. ნუ G-ებზე შემიძლია გავკვეცო ეს ყველაფერი. გავხსნათ ახლა ეს ფშილები M1 L ნახევარი, ეს ერთიანია, მინუს M1 X უდრის M2 L ნახევარი პლუს M2 X. ეს M1 X იქით გადავიტანოთ, ეს აქეთ გადმოვიტანოთ და მექნება M1 მინუს M2 L ნახევარი უდრის აი აქ გავაგზელებ უდრის M1 პლუს M2 X-ზე. ნუ აქედან X უდრის M1 მინუს M2 L ნახევარზე M1 პლუს M2. ნუ ახლა აქ მასები არ არის მოცემული, მაგრამ ვიცით რომ მასა არის რho V სტოლი. მოცულობები ერთნაირი არის, ამიტომ თითოეული მასა მე შემიძლია რho-ვეთი შევცვალო. ეს V-ები მე გავიტანო მრიცხველიდან და მნიშვნელიდან და ერთმანეთზე შევკვეცო. და საბოლოოდ X-ისთვის მივიღებ ეგეთ ფორმულას. ნუ L ნახევარი, აქ იქნება ρ1 მინუს ρ2 გაყოფილი ρ1 პლუს ρ2. აი ეს არის თქვა ჩვენი საბოლოო პასუხი. ნუ აქ რიცხვებს შევიტანთ. კარგით, 345. სად იმყოფება თხელი ერთგვაროვანი ფირფიტის სიმძიმის ცენტრი, თუ მას აქვს მართკუთხედის, ნუ ეს პირველი ვარიანტი არის და მეორე სამკუთხედის ფორმა. ნუ თქვათ მართკუთხედის ფორმა აქვს. სიმძიმის ცენტრი აი როგორ უნდა ვიპოვოთ? აი ეგეთი მსჯელობით შეგვიძლია ეგეთი მსჯელობა შეგვიძლია ჩავატაროთ. ეს მართკუთხედი შეგვიძლია ესე წვრილ ღეროებად წარმოვიდგინოთ. ამ პირველი ღეროს სიმძიმის ცენტრი თავისშუაშია, მეორესი თავისშუაშია, მესამესი თავისშუაში და ასე შემდეგ. ესე იგი სადღაც აი ამ ხაზზე უნდა იყოს. მეორე მხრივ შეგვიძლია ესე იგი ესენი დავყოთ ესეთ ღეროებად, ესე იგი ვერტიკალურ ღეროებად. მაშინ ვიტყვით, რომ თითოეული ვერტიკალური ღეროს შუაში არის, ამის შუაშია და ასე შემდეგ. ესე იგი, სადღაც აი ამ ხაზზე უნდა იყოს. ესე იგი, სადღაც ამ ხაზზე და სადღაც ამ ხაზზე ეს ერთადერთი წერტილი გამოდის, ესე იგი, ეს ფაქტიურად იქნება დიაგონალების გადაკვეთის წერტილი. ხოლო თუ გვაქვს რაღაცა სამკუთხედი, არ აქვს მნიშვნელობა ფორმას ამ სამკუთხედის, ხო? ესეც შეგვიძლია ღეროებად წარმოვიდგინო, ერთი ღერო, მეორე ღერო, მესამე და ასე შემდეგ. ესე იგი, თითოეული ამ ღეროს შუაზე არის. აი სადღაც ამ შუა წერტილებზე. ეს გამოვა მედიანა. ასევე შემიძლია თქვა ესეთნაირად დავყო ღეროებად.
ესე იგი სადღაც ამ მედიანაზე. ნუ ხლა სადღაც ამ მედიანაზე, ესე იგი თან იქ უნდა იყოს თან იქ, ამიტომ ეს გამოვა მედიანების გადაკვეთის წერტილში. ეხლა 326 ამოცანა. რამდენჯერ უნდა განსხვავდებოდეს თხელი ერთგვაროვანი სამკუთხა ნაწილის x სიმაღლე L მართკუთხა ნაწილის სიგრძესთან, რომ მთელი სიმძიმის ცენტრი 2 წერტილში მდებარეობდეს. ნახეთ, სურათი აქვს მოცემული, მასშტაბები ეს არის 4 კუთხედი არის და მასზე არის მიდგმული 3 კუთხედი. ეხლა ეს არის L და 3 კუთხედის სიმაღლე არის x. ეხლა ამ 4 კუთხედის სიმძიმის ცენტრი დიაგონალების გადაკვეთის წერტილში არის. 3 კუთხედების მედიანების გადაკვეთის წერტილში, მაგრამ მედიანა ვიცით, რომ მათი გადაკვეთის წერტილი ტოვებს 1/3 ფუძესთან. ესე იგი, ამის სიმძიმის ცენტრი სადღაც თქვათ ესეთნაირად რომ წარმოვიდგინო, ეს მონაკვეთი არის, აქ არის ცენტრი, ეს არის ამ მედიანის სიგრძის 1/3. ესე იგი, ეს მონაკვეთი არის 1/3. ჩვენ გვინდა რომ აქ იყოს სიმძიმის ცენტრი 2 წერტილში. ეხლა აქ რო გავუკეთო საყრდენი, მიუხედავად იმისა, რომ აქ მოქმედებს M1G, ხოლო აქეთ მოქმედებს M2G, ეს სისტემა წონასწორობაში იქნება. ნუ დავწეროთ, ესე იგი, წონასწორობის პირობა, ესე იგი, მაბრუნებელი მომენტი M1G ძალისა უნდა უდრიდეს მაბრუნებელი მომენტი M2G ძალის. ეხლა ამათი ნუ ჩავწეროთ, ესე იგი, M1G. ეს არის M1G გამრავლებული თავის მხარზე. თავისი მხარე არის L ნახევარი. ეხლა რაც შეეხება სამკუთხედს. სამკუთხედის სიმძიმის ძალას. M2G. ეს არის M2G გამრავლებული ამ მონაკვეთზე. ესე იგი, და ეს მონაკვეთი არის x მესამედი. ნუ აქ ხო, ნუ აქ ეგეთი გამოსახულება მივიღეთ. ეხლა M1 არის, ნუ ნივთიერებები აქ ერთნაირი არის. ამიტომ რო გამრავლებული V-ზე არის მასა, ხო? მოცულობა კი წარმოვიდგინოთ, რომ ამის სისქე არის რაღაცა, რა ვიცი, ესე იგი, h-პატარათი აღნიშნოთ სისქე. ეს მონაკვეთი აღნიშნოთ 10 და მოცულობა იქნება A გამრავლებული L-ზე და H-ზე. იმიტომ რომ ეს არის პარალელეპიპედის მოცულობა. ეხლა M2 იქნება ამ სამკუთხედი არის ფუძე, ნუ რო გამრავლებული თავის მოცულობაზე V2-ზე. ამისი მოცულობა იქნება ფუძის ნამრავლი სიმაღლეზე სამკუთხედის შემთხვევაში 1/2, ხო, ფუძის ნამრავლი სიმაღლეზე. 1/2 ფუძე არის A, სიმაღლე არის x და გამრავლებული სისქეზე h-ზე. შევიტანოთ ახლა ეს ყველაფერი აი ამ მომენტების წესში. ესე იგი, რო A L h-ზე გამრავლებული L ნახევარზე უდრის რო 1/2 AX H-X მესამედზე. როები გაიკვეცება, A-ები გაიკვეცება, H-ები გაიკვეცება, აქ გვექნება L, ხო, ნუ ეს 1/2-ები გაიკვეცება. L კვადრატი ტოლი არის x კვადრატ მესამედის
აქედან x კვადრატი არის 3l კვადრატი, ხოლო x იქნება l ფესვი 3-დან. ეს იყო 326 ამოცანა. ხო, 327 ამოცანა. ესე იგი, აქ არის დახატული ფიგურა, აი ესეთი ტიპის ფიგურა არის. გვეუბნებიან, რომ ისარგებლეთ მხოლოდ სახაზავი და დაადგინეთ, სად არის სიმძიმის ცენტრი. მსჯელობთ ესეთნაირად, მოდით გადავჭრათ აზრობრივად, ესე იგი, ეს ფიგურა ესეთი ხაზით. მარცხენა მხარის სიმძიმის ცენტრი მდებარეობს დიაგონალების გადაკვეთის წერტილში აქ. მეორე მართკუთხედი არის, მისი დიაგონალების ცენტრში უნდა იყოს სიმძიმის ცენტრი. ესე იგი, ამ ორი ფიგურის სიმძიმის ცენტრი სადღაც აი ამ ხაზზე უნდა იყოს. მეორე მხრივ ჩვენ შეგვიძლია აი ესეთნაირად გადავჭრათ ეს ფიგურა. ეხლა ამ ნაწილის სიმძიმის ცენტრი ამ დიაგონალების გადაკვეთის წერტილში, ესე იგი, სადღაც აქ. ამ მეორე დიაგონალების გადაკვეთის წერტილი სადღაც აქ. ესე იგი, გავავლეთ აქ. ესე იგი, სადღაც ამ ხაზზე და სადღაც ამ ხაზზე. სადაც ეგენი გადაიკვეთება, ეგ იქნება სიმძიმის ცენტრი. აი ესეთნაირად შეგვიძლია აგებით ვიპოვოთ ესეთი ფორმის სისტემის სიმძიმის ცენტრი. რატომ იხრება ადამიანი, ხო 328 ეს საზეპირო ამოცანები არის. რატომ იხრება ადამიანი ოდნავ წინ, როდესაც მას მძიმე ზურგჩანთა მიაქვს. აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს ადამიანი დგას, ესე იგი ეს არის თქვათ ფეხი, ეს თავია და ზურგჩანთა აქვს, ხო? ეხლა თუ ადამიანის ზურგჩანთის გარეშე სიმძიმის ცენტრი სადაც აქ არის და ეს ასე ვთქვათ სიმძიმის ცენტრი გადის, ესე იგი ამ საყრდენზე, კვეთს საყრდენის ფართს, ესე იგი, ამიტომ ამ შემთხვევაში ეს სხეული არ აყირავდება. მაგრამ თუ ზურგჩანთა უკავია, მაშინ სიმძიმის ცენტრი უკან გადაიხრება და აცდება აი ამ ფართს. ამიტომ ცოტათი წინ უნდა გადაიხაროს ეს ადამიანი, რათა სიმძიმის ცენტრი გადიოდეს, ესე იგი აი ამ ფეხის საყრდენზე. ამიტომ არის რომ გადაიხრება წინ. ეგ უნდა ისედაც იცით თქვენ ეგეთი რაღაცეები, რომ რაც უფრო დაბლა არის სხეულის სიმძიმის ცენტრი და რაც უფრო დიდი აქვს საყრდენი, ესე იგი ცხადია ესეთი სხეული უფრო მდგრადი არის. ეხლა მაგალითად ჩვენ თუ გვაქვს კონუსი, აი თქვათ ესეთნაირად დავხატე კონუსი და გვაქვს ცილინდრი, ხო? იგივე სიმაღლის, ხო? ესე იგი კონუსი უფრო მდგრადი იქნება, იმიტომ რომ მაგას ფუძის ფართობი უფრო მეტი აქვს ვიდრე ამ კონუსს. ამიტომ ამის გადაყირებობა ბევრად უფრო რთულია ვიდრე ამის. ეს რომ გადაყირებოდეს, ეს სიმძიმის ცენტრი ამ წერტილს უნდა გაცდეს, ამიტომ ეს ძალიან ძლიერად უნდა გადავაყირავოთ. ამას უფრო ადვილად გადავაყირავებთ. ეს იყო 228, მე-19 და მე-40 ამოცანები. ეს საზეპირო ამოცანები არის. მადლობთ ყურადღებისთვის.